მოგესალმებით ყველას, ვინც ამ არხს უყურებთ. თუ კი ჩემი მიმოხილვების წინა გამოშვებას ნახავთ, ვიდეოს ბოლოს ვთქვი, რომ უკვე მაქვს იდეა, რა სამკაული იქნება შემდეგი. და დღეს ჩვენი საუბარი სწორედ იმ დაპირებულ სამკაულს შეეხება. ტრადიციისამებრ დასაწყისში გავეცნოთ მასალებს, რომლებიც ნაკეთობას საფუძვლად დაედება. ამ ჯერზე ნაკეთობა იქნება მუქფერში, რადგან ის უნდა ავაწყო ლურჯი ავანტიურინისგან, რომელიც ცნობილია ძალიან ლამაზი სახელწოდებით კაიროს ღამე. მასიურ გაყიდვაში უმეტესად ავანტიურინის შუშაა გავრცელებული, რომელიც ნატურალური ავანტიურინის იმიტაციას წარმოადგენს. შესაძლოა ჩემი ქვები სწორედ ეს შემთხვევაა, დაზუსტებით არ ვიცი. თუმცა მე ისინი შევიძინე როგორც ნატურალური ქვები, ვენდერა გამყიდვრის კომპეტენციას. ნებისმიერ შემთხვევაში ეს მასალა ულამაზესია. უმცირესი მოციმციმე წერტილების შერეული ღრმად ლურჯში მართლაც მოგვაგონებენ ღამის ცას, კოსმოს მასში გაფანტული ურიცხვი ვარსკვლავით, რომელიც არა მარტო კაიროს თავზეა გადაშლილი, არამედ მთელს დედამიწას აკრავს გარს. კარგა ხანია, რაც ავანტიურინების ეს სასხმა თავის რიგს ელოდება. სამკაულად გარდაქმნას ის ამ საკიდებს უნდა უმადლოდეს, რომლებიც ჩემს სასამკაულე მასალებს მცირე ხნის წინ შეემატნენ. ისინი სწორედ იმიტომაც შევიძინე, რომ დანახვისთანავე ჩემს წარმოსახვაში ავანტიურინის მძივებს დავუკავშირე. ვნახოთ, როგორ გაერთიანდებიან ეს სხვადასხვა ფორმის ქვები. გაერთიანება კი ვერ მოხდება დამხმარე დეკორატიული ელემენტების გარეშე. ჯერჯერობით ამოვარჩიე სახეობები, რომელთაც ეხლა ხედავთ. ჯერჯერობით თქო, იმიტომ ვამბობ, რომ მუშაობის პროცესში შეიძლება მოხდეს კორექტირება. ელემენტის ერთი სახეობა სხვა სახეობით შეიცვალოს, ან წარმოდგენილი მასალებიდან რომელიმე არც გამოვიყენო. ვნახოთ, სამკაული საწყობისას გამოჩნდება. ავანტიურინის ცილინდრული საკიდები ითხოვენ მაკავშირებელს. ვიფიქრე, რომ ეს რკალისებური მაკავშირებელი კარგად გამოდგება საკიდების ჩასაბმელად, რადგან მარყუჟების მთელ რიგს შეიცავს. მარტოოდენ ეს ავანტიურინები მეჩხერად რომ არ გამოიყურებოდნენ, დავამატებ მოგრძო წვეთის ფორმის მეტალის საკიდებსაც. ანუ საბოლოო ჯამში მივიღებთ დიდ საკიდს, რომელიც ქვესაკიდებისგან იქნება კომბინირებული და ამ ზედა მარყუჟებით ავანტიურინის მრგვალი ქვებისგან შემდგარ ყელსაბამს დაუკავშირდება. დამხმარე მასალებიდან აღარ გაჩვენეთ პინები, რგოლები, ბურთულაკები, რომლებიც აუცილებლად შედიან ყველა სამკაულის შემადგენლობაში. არ წარმოგიდგინეთ მძივის ქუდებიც, რადგან ჯერ ვერ მივიღე გადაწყვეტილება მათ რომელ სახეობას გამოვიყენებ. ეს არჩევანი უშუალოდ სამკაულზე მუშაობისას გაკეთდება. მხოლოდ საკიდიანი ყელსაბამის შემოვიფარგლები თუ დავამატებ სხვა ნაკეთობასაც სამაჯურის ან საყურეების სახით, დამოკიდებული იქნება ყელსაბამის სიგრძეზე და მისი დასრულების შემდეგ დარჩენილი ქვების რაოდენობაზე. ორი ქვა მაინც როგორ არ უნდა დამრჩეს საყურეებისთვის. მაგრამ მოდით მოვლენებს წინ უგავუსწრებთ. დაგტოვებთ, რომ სამკაულზე მუშაობა დავიწყო. ვიდეო მონტაჟის წყალობით რამოდენიმე წამში იხილავთ, რა ქმნილებაში გაერთიანდნენ გაბნეული სასამკაულე მასალები. თქვენ წარმოიდგინეთ, თავდაპირველმა ჩანაფიქრმა საგრძნობი ცვლილებები განიცადა. დავიწყებ იქიდან, რომ საკიდის აწყობის შემდეგ დავინახე, რომ საკიდთან მიმართებაში უფრო ჰარმონიული იქნებოდა ყელსაბამის სიგრძე გამეზარდა. ამას კი ავანტიურინების ერთი ძაფი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ქვებს დეკორატიული ელემენტებიც დაემატა. მომიწია მეორე ასხმის შეძენა. ორი ასხმისგან კი არა მარტო საყურეზე, სამაჯურზეც შეიძლებოდა ფიქრი. თუ დიზაინს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ეს მძივის გამყოფები და შემოჩარჩოებული ქვები ყელსაბამს თითქოს ბლოკებად ყოფენ. გვერდითა ბლოკები მძივის ქუდებში მოქცეული სამ-სამი ქვისგან შედგება. ბოლო ბლოკები კი 5 ქვისგან. ცენტრალური ბლოკი ფორმირებულია 10 ქვისგან, რომელთაგან 4 რკალს მიუყვება. ამ პარალელურობის მისაღწევად აი ასეთი მძივის გამყოფის დამატება მომიხდა.
ეს მძივი ყელსაბამში სხვა ადგილას არ გვხვდება, მარტო შუა ნაწილს ამშვენებს. რკალზე ჩამოსაკონწიალებლად შერჩეული ცრემლის ფორმის მეტალის ელემენტებიდან მხოლოდ ორი გამოვიყენე. სამაგიეროდ რგოლებისგან ეს პატარა ბადეები ავაწყვე და ავანტიურინის ცილინდრული ქვები ჩამოვკიდე. ამ ბადეების წყალობით საკიდმა ორიგინალური იერი შეიძინა და საწყის მონახასთან შედარებით ბევრად უკეთესი სილუეტი მიიღო. იქ, სადაც შესაკრავი უნდა ყოფილიყო, ყვავილის ფორმის მეტალის ელემენტი მოვათავსე, რადგან ყელსაბამის სიგრძე სამკაულის უშესაკრავოდ ჩამოცმის საშუალებას იძლევა. ქვების ერთმანეთისგან გამოსაყოფად ყველაზე საუკეთესო ვარიანტი აღმოჩნდა ეს პატარა ბისერები, რომელთა ღრმა ლურჯი ავანტიურინების სილურჯეში იძირება. ვარსკვლავებით მოჭედილი ღამის სასავით ციმციმებს ჩვენი ყელსაბამი. ხელშესახებადაც ძალიან სასიამოვნოა მერწმუნეთ. ეხლა კი უნდა გაჩვენოთ საყურეები და სამაჯური, რომლებიც ასე ძალიან მინდოდა შემეყვანა კომპლექტში. საყურეები და ყელსაბამი კომპოზიციურ თანხმედრაში არიან ერთმანეთთან, რადგან საყურე შემადგენელ ელემენტებს ყელსაბამის დიზაინს დაესესხა. ეს შესანიშნავი ოთხეული, ავანტიურინის ქვა, ჩარჩო, ბისერი და მეტალის კონწიალა ხელის რამოდენიმე მოძრაობით ყურის სამშვენისად გადაიქცა. ყელსაბამთან კომპოზიციურ თანხმედრაშია სამაჯურიც. ისევე როგორც ყელსაბამში, აქაც ვხედავთ იგივე ტიპის ბისერებს, ჩარჩოებს, მძივის ქუდებს და კონწიალა ცრემლისებურ ელემენტსაც კი, რომელიც ცენტრს აფიქსირებს და თან ხალისიანი ნოტი შემოაქვს სამაჯურის დიზაინში. სამაჯურის კიდეებში გამოვიყენე ის მძივი, რომელიც მხოლოდ ყელსაბამის ცენტრალური ბლოკის ფორმირებისთვის ჩავრთე. ეს და მეორე მეტალისებური დაწახნაგებული რონდელი მას რომ მოყვება, ლამაზ დაბოლოებებს წარმოქმნიან. ტროსის დამცავი ელემენტი ერთი მხრიდან რგოლით საკეთს უკავშირდება, მეორე მხრიდან კი დამაგრძელებელ ძეწვს. სამაჯური გათვლილია 17-18 სანტიმეტრის გარშემოწერილობის მაჯაზე. აი ასეთმა მოციმციმე კოსმიური სილამაზის კომპლექტმა დაიდო ბინა ჩემი სამკაულების კიბრში. მოდით აღარ დავიღლი გონებას მისთვის სახელის შერჩევით და იგივე სახელს დავუტოვებ, რაც ქვებს აქვთ. ერქვა სამსამეულს კაიროს ღამე, რატომაც არა, ვფიქრობ ყურს საკმაოდ ლამაზად ხვდება. სანამ ვიდეო თვალით ნაკეთობას ათვალიერებთ, შეგახსენებთ, რომ არხის ხელმომწერად გახდომა ძალიან მარტივია. ამისთვის მხოლოდ დაწყაბუნება მოგიწევთ ვიდეოს ქვეშ წარწერაზე არხის გამოწერა. ზარის ღილაკის გააქტიურება კი საშუალებას მოგცემთ ყოველთვის მიიღოთ შეტყობინებები ახალი მიმოხილვის გამოსვლის შესახებ. ასევე შეგიძლიათ დაათვალიეროთ პლეილისტი, რომლის ბმულიც აღწერილობაში იდება. აჩუქეთ სიხარული თქვენს თავს, ჩაიძირეთ იმ ქვების სილამაზეში, რომლებიც ასე უხვად მიმობნეულან დედამიწის ზურგზე და მოუთმენლად ელიან სამკაულებში მოხვედრას. ამ ლირიკული მონოლოგით მსურს დავასრულო ჩვენი შეხვედრა და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო. მომავალ მიმოხილვამდე ძვირფასო მეგობრებო.